მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამ უშუალოდ მოკლე კლიპის ხარისხისთვის, რა თქმა უნდა, ბოდიში არის მოსახდელი, ეს მთლიანად მიუღებელი არის, მაგრამ ბატონმა ნიკომ სწორად ჩათვალა, რომ ეს ვიდეო მაინც ატვირთულიყო არხზე, ეს არის ამონარიდი, მისი ერთ-ერთი სიმპოზიუმიდან, სადაც ის საუბრობს ფილმზე სახელად ხელშეუხებელნი. და არა რაღაცა ის შიშველის სხეულით რო ეზილებიან და ის ნაგავი თანამედროვე არტი რაც არის. მაგაზე გამახსენდა ის ფილმი რო არის ფრანგული, ხო გახსოვთ? შავკანიანი რო მოხდება მდიდარ კაცთან. ხელშეუხებელნი ქვია თუ რა ჯანდაბა ქვია. მოკლედ ფრანგული ფილმი არის ეგეთი, რომელიც აი ღმერთო ჩემო, ანუ თუ რამე ფილმი არსებობს, რომელიც იდეალურად აღწერს დღევანდელ ევროპას, აი ეგ ფილმი არის. ეს ფილმი არის ანუ ფილმში რა ხდება? ფილმში ვხედავთ თეთრკანიან არისტოკრატს რომელიც არის ინვალიდი, არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც მთლიანად არის დაცემული. თეთრკანიანი მდიდარი არისტოკრატი, ბურჟუაზიის შვილი, მამაკაცი, რომელიც მოტეხილი არის და შემდეგ ჩნდება უსაქმურობის ჭკებს რო აგროვებს, სამსახურის დაწყებაც რო არ უნდა, ეგეთი შავკანიანი, რომელიც აიღებს კონტროლს, რომელიც ამ კაცს აი მაგ ნარკოტიკებს მისცემს, გაახარებს, თავის დეგრადაციაში უფრო შეუწყობს ხელს და ასევე იქ აი სცენა გამახსენდა, ეხლა მხატვრობაზე კი არა და ხელოვნებაზე რო ვსაუბრობთ, რომ აი მაგ ფილმში ეგ სცენა არის, სადაც ხელოვნებას ამცირებენ. იმდენად ამცირებენ, რომ ეს ბიჭი რაღაცას მოხატავს, რაღაცა წითელ მონალიზას თვიურს თუ რაღაცა ეგეც და მე ეს კაცი დაეხმარება, რომ ეგ გაყიდოს, როგორც ხელოვნების ნიმუში რაღაცა $20,000 თუ რაღაცა ეგეთი. ანუ სრული წაბილწვა. დაინვალიდებული ევროპა, რომელსაც უფრო ბილწავენ და ნუ ხრწნიან. აი სერიოზულად მაგ ფილმზე მეტად დღევანდელ ევროპას რა ფილმი ანუ დოკუმენტური ფილმიც ვერ გამოხატავდა, რომელშიც ყოველ 2 წამში ერთხელ იქნებოდა მთელი დეიტა. ანუ ხელოვნებაც კი გაუფასურდა კონკრეტული ადამიანის ფორმით. მაგრამ ნიშნულოვანი ადამიანის მხარდაჭერით, რომელიც დაინვალიდებული არის სულიერად, მორალურად, ყველანაირად. ანუ ხელოვნება ნაგავი არისო რა, ანუ ხელოვნება სუბიექტური არისო. რაც კიდე დაჯღაბნე და ანუ მაინც გაიყიდებაო რა, იმიტომ რომ ეგ ზედმეტად სუბიექტური არისო, არანაირი დეტალები, არანაირი დახვეწილობა, არანაირი აი ეს არაფერი. სუბიექტურია რა არის. ვიღაცის შეშარიკაი, ვიღაცის თვალისთვის შეშარიკაი. ანუ აი სუბიექტურია და აი როგორ ისტორიას გამოაბავ მაგაზეა რა დამოკიდებული. ანუ ფილმი მთლიანად არის ხრწნაზე. მარიხუანასაც კი ეწევა ეგ კაცი. მთავარი წვლილი ალჟირელების, მთავარი წვლილი რაც შეაქვთ ფრანგულ კულტურაში. ეგეც არის. ანუ ეს ფილმი არ ვიცი. ოპა, YouTube-მა მაცნობა რომ სამწუხაროდო ჩვენ ვერ ვიღებთ საკმარის ვიდეოსო რომ კარგი სტრიმი შევინარჩუნოთო. ანუ სერიოზულად ოდნავ გული ამიჩქარ და ვიგრძენი. რომ მეთქი ანუ სტრაიკი ხო არ ავირტყი როგორც იქნა.